მოგესალმებით. მეგახლავართ გიორგი დარასელია, მინდა მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი მოკითხვა ჭირდება, უცხოეთში მყოფნი ჯარისკაცები და პატიმრები მინდა მოვიკითხო და ვინც ნეულია, ვისაც რაღაცა მკურნალობს და რაღაც ავადმყოფოშია, ყველა მინდა დიდიდან პატარამდე დაწყებული ყველა ადამიანი მოვიკითხო და სიმხნევე და ჯანმრთელობა უსურვო. ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ადამიანი და ჯანსაღი ფსიქიკა. თუ როგორ უნდა ქონდეს ადამიანს და როგორ უნდა შეინარჩუნოს ესეთ ძიმე ვითარებაში და ესეთ ცხოვრებაში ფსიქიკა ადამიანმა და ნორმალური ფსიქიკით როგორ უნდა იაზროვნოს, დღეს ამასთან დაკავშირებით მამა დოროთე ყურაშვილი გაგვცემს პასუხს. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო მოგზაურობისათვის. მამაო, თუ შეიძლება მამაო, აი ადამიანი და ჯანსაღი ფსიქიკა. ის რაღაც ავარჩიეთ თემა, იმიტომ რომ ადამიანებს ყველა ადამიანს ძალიან რაღაც გაჭირვება აქვს, რაღაცას აქვს ფსიქიკა შეერყა უკვე ამდენი პრობლემებით რაღაცა და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა, იმიტომ რომ თუ ქრისტიანია მით უმეტეს ესე ბოროტი ებძვის ხოლმე ძალიან და მე ვერ უძლებენ ხოლმე და ძალიან ცუდი იმით ვთავრდება ეს ყველაფერი შედეგები და რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით ურჩიოთ მამაო? რაც შეეხება ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებას, ანუ ფსიქიკა ეს ფაქტურად კავშირია სულთან და არის სულიერი მდგომარეობა ჩვენი ენით, ანუ მართლმადიდებლური ენით, ამას ვეძახით ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა და ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა შეუძლებელია ადამიანმა შეინარჩუნოს სწორი ცნობიერების გარეშე. მაგალითად, ჩვენ როგორ უნდა გავარკვიოთ, რომ ვარ თუ არა ქრისტიანები, როგორ უნდა გავარკვიოთ, რომ სწორად მივდივარ თუ არა ქრისტესკენ, როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენად უახლოვდებით ქრისტეს. ამის გასარკვევად მაცხოვარმა ჩვენ მოგცა სხვადასხვა სახის შეიძლება ესე დავარქვათ სქემა. აი მაგალითად, როდესაც მაცხოვარი ამბობს მე ვარ გზა და ჭეშმარიტება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა გაარკვიოს, რამდენად მიდის ჭეშმარიტებისკენ. და როცა ამბობს მაცხოვარი რომ მე ვარ ჭეშმარიტება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თუ ჭეშმარიტებას ეძებს, მაშინ ის ეძებს ქრისტეს. და თუ ადამიანი ჭეშმარიტებას ეძებს, მაშინ მაცხოვარმა თქვა შეიცანე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს შენ. აქედან გამომდინარე, ანუ არაჯანსაღი ფსიქიკა ეს არის ადამიანი, როცა შეკრულია გონებაში. და ჯანსაღი ფსიქიკა, ანუ ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა არის, როცა ადამიანი თავისუფალია გონებაში და სწორად ხედავს. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი, რომ შეიცანე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს. რისგან გაგანთავისუფლებს? არასწორი შეკვრისაგან, გონების არასწორი მიმართულებისაგან. ჩვენ ხშირად ქრისტიანებს გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ სიტყვის მსახურები. ჩვენი ღმერთი ესე იწოდება, რომ იოანე მახარებელი ესე იწოდებს, თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. და აი ეს სიტყვა განკაცდა. ანუ ღვთის სიტყვა განკაცდა. ღვთის სიტყვის განკაცება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან მოვიდა ღვთის სიტყვა და ღვთის სიტყვის შემეცნების გარეშე შეუძლებელი ადამიანი ჯანსაღი მდგომარეობის იყოს, რადგან ადამიანმა თუ უпростоრად ადამიანი სანამ თავის სრულყოფილებას არ მიაღწევს, მანამდე ის ვერ დამშვიდდება და მისი სრულყოფილება არის ღმერთის შემეცნება, რომ მასში ღმერთი დამკვიდრდეს და ის რომ ღმერთს შეუვერდეს, რადგან ის არის ღვთის ხატი და შეუძლებელია ადამიანი სულიერად დაამშვიდო ღმერთთან შეერთების გარეშე. ის სულიერად ვერაფრით ვერ დამშვიდდება, ვერც იქ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა ბოლოსო დავასკვნა, თუ ჩვენ გვინდა რომ სულიერად ნორმალურ მდგომარეობაში ვიყოთ, აუცილებლად უნდა ვეძებოთ რა არის სწორი, რა არის არასწორი, რატო ვარ ჩვენ აქ, რისთვის მოვედით და რა გვინდა საერთოდ. ერთ მეცნიერის აინშტაინის ნათქვამს მოვიშველიებ, თურმე კითხეს როგორ შეძელია ასეთი დიდი გამოკვლევების მიღწევას, როგორ მიაღწიო ამ ყველაფერსო და ალბათო მე ბავშვად დავრჩიო, ვერ გავიზარდე, იმიტომ რომ მე ის კითხვები მაინტერესებსო დღესაცო, რაცო ადამიანებსო ბავშვობაში აინტერესებთო რა არისო სივრცე, რა არისო დრო და დიდებმა ამასო ბავშვობაში გაცესო პასუხიო და უკვე არ აინტერესებთო და მე დღესაც მაინტერესებსო. ძალიან ხშირად ჩვენ გვემართება ესეთი რაღაცა, რომ თითქოს რაღაცებს გავეცით პასუხი, თითქოს რაღაცები ვიცით ჩვენ უკვე, ვიცით რა არის სიკვდილი, ვიცით რა არის სიცოცხლე, ვიცით რა არის ღმერთი, ვიცით რა არის სარწმუნოება და სინამდვილეში არაფერი არ ვიცით. ამიტომ ძალიან ხშირად ისო
მეორედ უნდა დაუსვას დიდმა ადამიანმა, ქრისტიანმა თავის თავს, რამდენად სწორად მიდის ის, რამდენად სწორად აზროვნებს ქრისტიანულად, რამდენად სწორი ხედვა აქვს მას ქრისტეში, იმიტომ რომ ქრისტიანობაში მე ხშირად ვსვამ კითხვას, რომ რომელი უფრო რა არის ყველაზე მეტად დაფასებული, რა არის ყველაზე მეტი და სწორი და ყველაზე სწორი, რასაც ქრისტე ძალიან ხშირად ახებს, ეს არის სწორი შემეცნება. აი მაგალითად, როდესაც პეტრემ დაინახა ღვთისნათელი თაბორის მთაზე და იქ მთაზე გაჩერება რომ მოისურვა და უფალს რო უთხრა, აქ 3 კარავი შექმნათო, ერთი შენთვის, ერთი ელიასთვის, ერთი მოსესთვისო, მაცხოვარს არ შეუხია პეტრე ამის გამო, რომ მას მთაზე უნდა დარჩენა და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ჩამოვიდნენ მთიდან და პეტრეს კითხა, შენ ვინ გონი ვარო მეო? მაშინ პეტრემ რო უთხრა, შენ ხარ ძე ღვთისა ცხოველისაო, ცოცხალი ღმერთის ძე ხარო, მაშინ პეტრეს უთხრა, შენ ხარ ნეტარი, ან შენ ხარ ბედნიერი, შენ ხარ სანეტარო, ანუ მისაბაძი ადამიანი და აი ეს ქება დაიმსახურა პეტრემ, აი ამ სწორი შეცნობით, რომ მან გაიგო ვინ იყო ქრისტე. ამიტომ საქებარი მაშინ ხდება ადამიანი, როცა მან იცის ვინ არის ღმერთი, ვინ არის ქრისტე, ვინ არის თვითონ და საით უნდა წავიდეს და რა უნდა გააკეთოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორი აზროვნება, რომელსაც ხშირად აქებს მაცხოვარი სახარებაში, არის ადამიანის განმანთავისუფლებელი ყოველგვარი ფსიქიკური აშლილობისაგან. ჩემი აზრით. დიახ. ალო, მამო, ჩვენ ვიცით, რომ აი სიტყვაზე ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ყოველთვის აუცილებლად არის აღსარებელი, არის მართლმადიდებელი, არის მაზიარებელი, ხო და უფრო ნათელი გონება აქვს. ხა ქრისტიანები მე სხვა არავის შეურაცხყოფს არ ვაყენებ, მაგრამ უფრო სხვანაირად აზროვნებ, უფრო სხვანაირი გონება აქვს, უფრო სხვანაირი გული უხდებათ მერე და რაღაცნაირი უფრო მობიერები არიან და უფრო ნაკლები შანსია რომ დაავადდნენ ამით, ხო და რაღაცა გაბოროტდნენ და მე შემდეგ შეიშალონ და აიშალონ და არიან მამაო სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც, რომლებიც აი ძალიან ჯანსაღები და ჯანმრთელები არიან ამით და თან უამისოთ არიან და აი როგორ ხდება მამაო აი ეს როგორ თავსდება არ ვიცი, აი ისე გასაკვირი არის, შეიძლება ვიღაცა იყოს საერთოდ არ იყოს მონათლული სიტყვაზე, აი რელიგიის წარმომადგენელზე არ ვიტყვი. და იყოს აი ისეთი ჯანსაღი და ისეთი ის რომ ბევრი ქრისტიანი შეიძლება ჩვენთან ვერ ნახო მართლმადიდებლურ ეკლესიაში და მაუცემენ ხოლმე ხანდახან ისეთი ადამიანები და როგორ ხდება ხოლმე მამაო ეს მაინც აი ქრისტე რო არის მათი წინაპარი თუ აი რატომ არის ხოლმე რომ არც გონებრივად რაღაც დაქვეითებულები არიან არაფერი ჩვეულებრივად და კარგად აზროვნებენ და ძალიან ისეთი კაი ნაბიჯები აქვთ ხოლმე კეთილებიც არიან და რაღაცა და ამ დროს რაღაცა ქრისტიანები არ არიან სიტყვაზე აი მონათლულებიც არ არიან და რატომ ხდება მამაო ესეთი შეთავსება იქ მაინტერესებს ძალიან ქრისტეში პირველ რიგში ესე დაავალაგოთ რომ მონათლა არ ნიშნავს იმას რომ ის პირველ რიგში სწორი მოქმედება არის რა თქმა უნდა ნათლობა ეს უმთავრესი მოქმედებაა მაგრამ ამ ნათლობის შემდეგ სწორად უნდა ხედავდეს და სწორად უნდა მიყვებოდეს ქრისტეს და ხშირად ჩვენ ქრისტიანს ვეძახით უბრალოდ მონათლულ ადამიანს და თუ ჩვენ შევადარებთ უბრალოდ მონათლულ ადამიანს რომელიც ქრისტიანობაში დიდად არ ერკვევა და თუ შევადარებთ უცხო სარწმუნოების ადამიანს რომელიც თქვათ ნორმალურად იქცევა აქ შეიძლება რა თქმა უნდა მსგავსებები ვნახოთ მაგრამ თუ ჩვენ მაღალღირსეულ ქრისტიანს შევადარებთ და სხვა სარწმუნოების ადამიანს იქ შედარებები ძალიან ანუ მსგავსებები ძალიან ცოტა იქნება იმიტომ რომ მაღალი ღირსების მქონე ქრისტიანი ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანს რომელსაც გაეხსნა ორი სამყარო და ის ხედავს ორ სამყაროს და ხედავს ჭეშმარიტ ღმერთს და შეუძლებელია ჭეშმარიტი ღმერთის მხედველი ადამიანი უბრალოდ ვინც ჭეშმარიტ ღმერთს არ ხედავს ის ისეთი იყოს როგორიც არის ჭეშმარიტი ღმერთის მხედველი ადამიანი და უბრალოდ მსგავსებები გააჩნია როგორ ვადარებ ჩვენ რამდენად მაღალ ადამიანებს ვადარებთ ერთმანეთს. ამიტომაც შეიძლება იყოს მსგავსებები, რადგან ადამიანი არის ღვთის ხატად შექმნილი და ყველას ღვთის ხატად შექმნა ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ღვთის მსგავსია. რაღაცაში ღმერთს ემსგავსება და ყველა ადამიანს გააჩნია ის მარგალიტი, რასაც ღვთის ხატება ქვია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის სრულყოფილებას, რა თქმა უნდა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მამო, ამ ბოლო ხანებში გავრცელებული არის ესეთი ის, რომ არ ვიცი, აი თითქოს რაღაცა მოდაში შემოვიდა, რომ ძალიან ბევრი დადის ფსიქოლოგთან, რაღაცა ფსიქოლოგებს საქართველოსთან აი რაღაცა გაუჩნდათ სამსახური თითქოს და აი იმ ადამიანებს რა შეიძლება მამა უთხრათ ამ ხრივ, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა სამწუხარო ეხა ადამიანი, რომელიც იმას
ვერ ხვდება რომ სიტყვაზე ეკლესიაში უნდა განიკურნოს და ზიარება მისი ყველაზე მთავარი მაცხონებელი და განკურნებელი და ამ დროს ვიღაცასთან მიდის სადღაც რუსთავში ვიღაცა მკითხავთან ან ვიღაცა იმასთან და იქ იკურნება ხოლმე მამაო ესე გონია და ეს ადამიანებიც აბრუებენ ხოლმე და რა თქმა უნდა ეხლა ადამიანი რომელიც სიტყვაზე სიანს სირო ღირს მისი რაღაცა გარკვეული თანხა იმან კარგად იცის რომ ამ ადამიანის მაკურნებელი ეკლესია მაგრამ არ გამოუშვებს იმიტომ რომ როგორ ეტყვის ახლა წადი შენ სიტყვაზე მამა დოროთესთან და იქ გაზიარებს და კარგად იქნები ხო აუცილებლად იმას აწყობს რომ ამ ბურუში ამყოფოს ხო ეს ადამიანი მამაო და ის გამოიმუშაოს ხო იმისგან და ფაქტიურად მისი სამსახური არის ხო ეს და აი როგორ შეიძლება მამაო და რა შეიძლება იმ ადამიანებს ურჩიოთ ვინც სიტყვაზე იმის იქით არ იყურება და აი ფსიქოლოგებთან დადის და ფსიქოლოგი გონია ყველაფერი ამ აი აქ წინა კითხვასაც შევეცდებით უპასუხო რომ როგორც აი ფსიქოლოგია ძალიან გავს სარწმუნოებას რადგან ფსიქოლოგსაც იგივე მოვალეობა აქვს რომ იკვლიოს ადამიანის სული და სარწმუნოებასაც იგივე მოვალეობა აქვს რომ გადაარჩინოს და აცხონოს ადამიანის სული მაგრამ ეს ორი თუ შეიძლება ითქვას მეცნიერება ორივე სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამის ასახსნელად მე დამჭირდება ცოტა შორს წავიდეთ და თავიდან დავიწყოთ უბრალოდ სხვადასხვა ადამიანის არსებობს ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობა, ანუ სხვადასხვა ნორმა, თუ შეიძლება ესე ითქვას. პირველი ნორმა ადამიანის იყო 64-ში, ანუ ადამიანის ნორმა, რომელიც ნორმაც შემდეგ არ განმეორებულა და არც განმეორდება. ეს არის ერთადერთი ნორმა, რომელიც ჰქონდა ადამიანს. რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანს ჰქონდა ნორმა ისეთი, რომ მას შეეძლო გამختარიყო მოკვდავი, ან უკვდავი. რაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ აუცილებლად რომ ვიბადებით, აუცილებლად კვდებით, იმიტომ რომ ჩვენი ნორმა უკვე სხვა ნორმაა და ადამიანის ნორმა იყო სხვა ნორმა. და ადამიანის ნორმა იყო ის ხედავდა ორივე სამყაროს, ხედავდა ღმერთს, რადგან ვიცით რომ ღმერთს ესაუბრებოდა, ხედავდა ბოროტსულს, ხედავდა ანგელოზებს და ხედავდა ამ სამყაროს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს. და აი ეს ხედვა ადამიანმა დაკარგა და ჩვენ უკვე როცა გავჩნდით, უკვე ადამიანის ნორმა იყო სხვა ნორმა. აქედან გამომდინარე, თუ ვიტყვით დღევანდელ ნორმალურობას, ადამიანის დღევანდელ ნორმალურობას, ადამიანი იმ ნორმასთან შედარებით დღეს არანორმალურია. ადამიანის ნორმას თუ შევადარებთ ჩვენ დღევანდელი ადამიანის ნორმას, ესე იგი ჩვენ არანორმალურები ვართ და ხო, არანორმალურად ვითვლებით, იმიტომ რომ ჩვენი ნორმა არის ერთი სამყაროს ხედვა. და ჩვენ ხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ სამყაროს და აი ამ ნორმაში ჩვენ ნორმალური გონია თავი, მაგრამ ეს დღეს ნორმად არის მიღებული და თქვა ჩვენ არანორმალურს კიდევ ვის ვეძახით? არანორმალურს ვეძახით ადამიანს, რომელიც აი ამ ნორმიდან უფრო ქვემოწავა. ანუ გიშს რო ვეძახით, შეურაცხყოფს რო ვეძახით, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ამ ჩვენი ნორმალურობიდან, რომელსაც ჩვენ ნორმას ვეძახით, ამაზე უფრო დაბლა დაეცა. ფსიქოლოგის მოვალეობა რა არის? როდესაც ადამიანს აერევა აი ეს ჩვეულებრივი ნორმა, რომელიც ჩვენ ჩვეულებრივი გონია, მაგრამ სინამდვილეში არ არის ნორმა, ფსიქოლოგის მოვალეობა არის ის ამ ნორმიდან გადახრილი ადამიანი ისევ დააბრუნოს ამ ნორმაში. და არ აქვს მნიშვნელობა ის რა ხერხებით შეეძლებს, ახერხებით მოახერხებს იმას, რომ ის ადამიანი გახადოს ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი, საზოგადოების ნორმალური წევრი, მაგრამ ფსიქოლოგის მოვალეობაში აბსოლუტურად არ შედის ის, რომ ეს ადამიანი შემდეგ სად მიდის. ამ ადამიანს აემართება ამ ცხოვრების მერე. ეს ადამიანი ცხონდება, არ ცხონდება, ეს ადამიანი გადარჩება თუ არ გადარჩება. ეს არ შედის, უბრალოდ ფსიქოლოგის მოვალეობაში შედის, რომ ეს ადამიანი მეზობელთან ნორმალურად იქცევოდეს და თვითონ ნორმალური ოჯახი ჰქონდეს და ნორმალური, რასაც აი საზოგადოებაში ნორმად არის მიღებული, აი ამას შეესაბამებოდეს. ახლა უკვე ვთქვათ მღვდლის მოვალეობა. მღვდლის მოვალეობა არის ის, რომ აი ჩვენ როგორც ვახსენეთ ადამიანის ნორმა, ესევე ჩვენ გვაქვს ქრისტიანებს ქრისტეს ნორმა, რომელიც არის ერთადერთი. რა თქმა უნდა, ქრისტეს ნორმას ვერავინ ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ ქრისტე არის ღმერთკაცი, მაგრამ ქრისტემ ჩვენ დაგვიდგინა ნორმა, განხტობილი ადამიანის ნორმა.
და გამხდობილი ადამიანის ნორმა არის ის ნორმა, რომელიც არის წმინდანების ნორმა. და ჩვენ, როდესაც ჩვენთან მოდის სამღვდელოებასთან ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად ნორმალური ადამიანია, ნორმალურად ცხოვრობს, არაფერი მას არეული არ აქვს, თქვათ ამ ქვეყნიურად, ვეუბნებით, რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ჩვენი მოვალეობა რომ ამ ნორმიდან, რომელსაც ნორმად არის მიჩნეული, აღვამაღლოთ ადამიანი და ვაცხონოთ. ამიტომ თუ შევადარებთ დელს და ფსიქოლოგს, აბსოლუტურად თითქოს და ერთმანეთს ემსგავსება, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია, რადგან მღვდლის მოვალეობა არა მხოლოდ ის არის, რომ ადამიანმა ჩვეულებრივად იცხოვროს 100 წელი და მერე მოვკვდეს და საწავიდეს არავინ სადმიდეს არავინ არ იცის, არამედ ეს ადამიანი ღმერთს შეაერთოს, ღმერთს დაუკავშირდეს და ანახოს ორი სამყარო და ამ ნორმიდან აღამაღლოს და შეუერთოს იმ ნორმას, რომელიც არის წმინდანთა ნორმა და ეს განსხვავებული მდგომარეობა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგი კარგია, ცუდი კი არ არის იმისთვის, ოღონდ ვისაც უბრალოდ წმენა არაფერში არ აინტერესებს, არამედ ამ ქვეყნიური ცხოვრება უნდა, ხო, ამ ქვეყნიური ცხოვრება უნდა, ჩვეულებრივად უნდა ნორმალური იყოს, მაგრამ ვისაც წმენასთან აკავშირი და ვისაც რწმენა უნდა და ვისაც ღმერთთან ერთობა უნდა, იმას ფსიქოლოგი ვერ დაეხმარება და ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგი აქ ზედმეტია ამ შემთხვევაში, მაგრამ მე მაგალითად ერთობას ვერ ხედავ. მსგავსია, მაგრამ სხვადასხვაა. მეც ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რა, მე არ ვიცი, გამიგია ესეთი რაღაცეები, რომ მოძღვარს უთქვია, რომ აი ფსიქოლოგთან იარი. მე არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს მოძღვარი ჯერ თავის თავს აყენებს შეურაცხყოფს, მე ღმერთს აყენებს, იმიტომ რომ ადამიანის კურნალი მაინც ეკლესია არის და აქედან რომ უშვებ, ესე იგი შენ ეუბნები, რომ მე უძლური ვარ, ღმერთი უძლურია და მიდე ხარ რომ რუსთავში რომელიღაცა სიტყვაზე ნათელამ განკურნოს. ეგ ცოტა აი არ ვიცი ჩემთვის რაღაცა უცხო არის რა და მე არ ვიცი შეიძლება თუ არა მამაო ეს რომ ძალიან ბევრი მოძღვრისგან გამიგია რომ აი მე ამასთან დავდივარ მოძღვართან მაგრამ აი ეს მირჩია და იმ ფსიქოლოგთან დავდივარ აი თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ შეიძლება ესე ვთქვათ რომ ეს ადამიანი მოსულიყო ეკლესიაში და საერთოდ ეკლესიურობა მაგას არ აინტერესებდა უბრალოდ ამ ქვეყნიურად ნორმალური მდგომარეობა უნდა და ამ ქვეყნიურად ნორმალურად ეცხოვრა და ამიტომ შეიძლება გააგზავნა მე ვერ ვიტყვი ხა იმ მღვდლის მდგომარეობას მაგრამ საცხონებლად ფსიქოლოგთან გაგზავნა ეგ შეუძლებელია იმიტომ რომ ფსიქოლოგია მაგალითად არიან ესეთი ფსიქოლოგები რომლებიც ყოველგვარი სულიერი აშლილობის მიზეზად ნების დაუკმაყოფილებას თვლიან და ურჩევენ რომ ესე დაიკმაყოფილონ და ესე იცხოვრონ და ასე შემდეგ და იმიტომ რომ ეს ადამიანი ნორმალურად იყოს მაგათ ნორმალური გონიათ ადამიანი რომელიც ესე ცხოვრობს და ეს ჩვენთვის ნორმა არ არის ჩვენთვის ეს ნორმაა და აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ რა თქმა უნდა ფსიქოლოგთან მორწმუნე ადამიანის გაშვებას აზრი არ აქვს თუმცა მე არ უგზალავ არავის თვითონ ნახოს ადამიანმა მივიდეს ფსიქოლოგთანაც და მე არ უშვებ თვითონ და მე არ ვაგზავნე, მაგრამ არც უგზალავ, თუ თვითონ უნდა მივიდეს, თვითონ ნახავს უბრალოდ ვინ არის და აქედან გამომდინარე ჯობია ადამიანმა თავისუფლებაში გამოიტანოს დასკვნა და სამღვდელოება და ეკლესია სულ სხვა ფუნქცია გააჩნია და ფსიქოლოგიას საერთოდ განსხვავებული ფუნქცია გააჩნია. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ადამიანს თვითონ რა უნდა, იმის მიხედვით უნდა ირჩევდეს მღვდელს თუ ფსიქოლოგს. ძალიან დიდი მადლობა მამაო ბევრი ადამიანი დადის ტაძარში და ბევრი ადამიანი რაღაცა თითქოს რაღაც წესებს იცავს რაღაცა მაგრამ ბევრი ადამიანს ფსიქიკურად ზოგჯერ ხდება ხოლმე ესე სამწუხაროდ ალბათ თქვენც გაგიგიათ ეკლესიური ადამიანი ყოფილა და მერე შერყეულა სიტყვაზე ამ ადამიანებს ცალკეული მიზეზები აქვს და ბევრ ადამიანს ესეთი რაღაცა დამართნია თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ძალიან მიჭირს და რაღაცა ისე მინდა რომ რაღაცა გული დავეხმარო ამ ადამიანებს აი ამ თქვენი პასუხი და თუ შეიძლება რომ უთხრათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი აი სიტყვაზე უღირსად ეზიარება ისე ჯერ ღირსი ვინ ვართ მაგრამ ისე ეზიარება ხოლმე რომ აი ბევრისგან გამიგია აუ მაგას მე მამაოს როგორ ვეტყვი და რომ ვეუნები ხოლმე მეთქი უთხარი ჩემ მეგობრებსა პირადად უბრალოდ საუბარში აუ იმას მე ვერ ვეუნები მამაოს და 10 წელი ეზიარება ერთი და იგივე ცოდვით რომელსაც უმალავს სიტყვაზე მოძღვარს და მე ესენი ირყევიან ფსიქიკურად და აღარ არიან ჯანმრთელები იმიტომ რომ ეს რაღაცა ხომ დაუშვებელია როგორ შეიძლება რაღაც ძიმე ცოდვის ქვეშ ეზიაროს ხო ადამიანი და აი რა შეიძლება მამაო იმ ადამიანებს ურჩიოთ ან რატომ ხდება ხოლმე ესე უბრალოდ გამოდიან და ჩვეულებრივად ზოგი არ ვიცი ისე რეკავსო ზოგი სახში იკეტება და ჩაკეტილე ხო გაგიგიათ თქვენც ალბათ მამაო ძალიან ბევრი მაგალითი მსმენელი სახში შეიძლება ლოცულობ შეიგეთ არა ხო და ანუ მაინც აქვს რაღაცა პრობლემები ისეთი რომელიც აი მე რაღაცა იკეტებიან ნუ კიდე ცალკე ხიბლის მომენტია კიდე ესე რომ იკეტებიან ნუ შეიძლება მამაო აი მასთან დაკავშირებით რო გითხრათ საერთოდ
პირველი სიტყვა, რაც ღმერთმა დაცემულ ადამიანს უთხრა, ეს არის ადამს სად ხარ. ამიტომ ეკლესიურ ცხოვრებას, ანუ ეკლესიაში ტაძარში სიარულს აქვს ესეთი ერთი პრობლემა, რომ როცა ადამიანი ტაძარში დადის, ის საკუთარ თავს ხშირად არ ეკითხება, სად არის, რა მდგომარეობაშია, მას გონია რომ უკვე არის. და პრობლემა ამაშია, რომ იმას გონია რომ არის, მას გონია რომ მიაღწია, სინამდვილეში კი საერთოდ უბრალოდ ტაძარში მივიდა და ღმერთთან არ მისულა. ამიტომ სხვა არის ტაძარში მისული ადამიანი და სხვა არის ღმერთთან მისული ადამიანი. ეს ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ტაძარში რომ მივალ, ნუ გონია რომ ღმერთთან მივედით. კი, ტაძარში ღმერთზეა საუბარი და ღმერთის გულისთვის მიდის ადამიანი, მაგრამ შენს თავს მუდმივად უნდა დაუსვა, სად ხარ, რას აკეთებ, რატო აკეთებ, რატო დადიხარ, არა არის ამის მიზეზი, რა გინდა შენ თვითონ, იმიტომ რომ ჩვენი თავის წინაშე უნდა ვიყოთ ყოველთვის ესეთი პირნათელი, თუ შეიძლება ესე ითქვას, რომ საკუთარ თავს არ უნდა ვატყუებდეთ. საკუთარი თავის მოტყუება პირველ რიგში არის ხიბლი, რასაც ქვია და საკუთარი თავს როცა მოატყუებს ადამიანი, ის უკვე მოტყუებულ მდგომარეობაში, ის უკვე იჯერებს საკუთარი თავზე რაღაც წარმოდგენებს და როცა ადამიანი წარმოდგენებში ვარდება, მერე მას უჭირს იქიდან გამოსვლა. მე ერთხელ მივედი დამიბარა ფსიქიატრმა, ერთ-ერთი ჩემი ახლობელი იყო იქ და მითხრა რომ აი წამალს არ სვამსო და შენი ავტორიტეტი თო იქნებო დალიოსო და ნათესავი იყო ჩემი და მივედი და ნუ უთხარი რომ რატომ არ სვამეთქი კითხვა დაუსვი და მითხრა რომ ამ წამალსო დავლევო რაღაცა ჭიანჭველასავით ავარო და ყველაო ზედ მივლისო და აი რაღაც არავინ არა ვარო და სუსტი ვარო და ესეთი იმაში მაგდებსო და ამიტომ არ მინდა ამის დალიო და მე ექიმს კითხე რატო ასმეთ ამ წამალს მეთქი ესე წამალს და იმან მითხრა იმიტომ რომ როცა ადამიანსო ალექსანდრე მაკედონელი ან ნაპოლეონი როგონიაო თავი ამ წამალსო დალიოსო ხედავს რომ ძალა არა ხო და არ არისო ალექსანდრე მაკედონელი და რადგან დაინახაო რომ ალექსანდრე მაკედონელი არ არის ამასო ვერ ღებულობს ესო უჭირს ამის მიღებაო და აქედან გამომდინარე არ უნდაო ეს რომ დალიოსო ადამიანი როცა წარმოდგენებში შევა იმას არ უნდა მე იმ წარმოდგენიდან გამოსვლა და როცა შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ ვიღაცა სხვა ადამიანი ხარ და ნაპოლეონი როგონია თავი ეს უბრალო ვიღაცა ადამიანი არ გინდა იყო და გინდა იყო ის რომელიც ხარ წარმოდგენებში და წარმოდგენებიდან გამოსვლა არ გინდა აი ესევე არის ზოგჯერ მორწმუნე ადამიანი ისეთ წარმოდგენებში შედის ხოლმე თავის თავზე რომ ის მორწმუნეა ის ყველაზე უკეთესად ხედავს და ასე შემდეგ და სხვათა შორის ხშირად არის ხოლმე ღიზიანდებიან სხვების არაქრისტიანულ ცხოვრებაზე, როცა სხვა მეზობელი არ მარხულობს, როცა ის ეკლესიაში არ დადის და ეკლესიურ ცხოვრებას არ ეწევა და ღიზიანდებიან ის ესეთია და რატო ღიზიანდებიან. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ეს ადამიანები მიტო ღიზიანდებიან, რომ ისინი ქრისტიანობით არ ტკბებიან, ვერ ტკბებიან ქრისტიანობით, იმიტომ რომ თუ შენ ქრისტიანობით ტკბები, მაშინ მეზობელი, რომელიც არაქრისტიანია, კი არ ღიზიანდები, მასე გეცოდება. იმიტომ რომ როგორ არის იცით როგორ წარმოუდგენია აი მე ვიტანჯები მარხვით მე ვიტანჯები ის რომ ყოველ დილით უნდა ავდგე იქ და ეკლესიაში კვირას უნდა წავიდე და იქ დგევარ 3 საათი და ეს ტანჯვაგონია და თვითონ თავზე ტანჯავენ და ისინი სიამოვნებენ და როცა ადამიანს ცოდვა სიამოვნება გონია და ქრისტიანობა ატანჯვა აი ამ შემთხვევაში იმას არეული აქვს და პირიქით რომ თუ შენ გეგონება და თუ შენ გეგონება კი არა მართლა დაინახავ რომ ქრისტიანობა შენთვის არის ნუგეში და მარხვა შენთვის არის ნუგეში ეკლესიაში ყოფნა ტაძარში ყოფნა შენთვის არის ნუგეში და წყალობა და შენ თუ ამით გახარებული ხარ ის მეზობელი რომელიც ამას მოაკლდა უბრალოდ გეცოდება და ყველანაირად ცდილობ რომ ან ილოცო ან რამენაირად რომ ეს ადამიანი სწორად იყოს და არავითარი გაღიზიანება არავითარი პრობლემა მაგასთან არ გექნება მე ვფიქრობ არასწორი ქრისტიანობა არის ამის შედეგი ქრისტიანობა ეს ისეთი რამეა რომ აი რა არის მე ხშირად შევამ ხოლმე რა არის ქრისტიანობაში შესასვლელი ბილეთი აი მაგალითად ქრისტიანობის წარმოდგენა იყოს და რო შეხვიდე თეატრში და ქრისტიანობის აი რაღაც თეატრში როგორც ამ წარმოდგენაში აი რა არის რა უნდა იყიდო რა არის მთავარი მარხვა ლოცვა მღვიძარება რა არის მთავარი და ყველაზე მთავარი არის სწორი აზროვნება ქრისტიანობა არ არის ტაძარში მისვლა ქრისტიანობა არის ქრისტეს მიერი აზროვნება და ქრისტეს მიერი აზროვნებისთვის უნდა მივდიოდეთ ტაძარში ქრისტეს მიერი აზროვნება უნდა გვინდოდეს ამას უნდა ვეძებდეთ იმიტომ რომ სწორი ხედვა და სწორი დამოკიდებულებით
მერე სხვა დანარჩენი მარხვა ლოცვა მღვიძარება არის სწორი და თუ ყველაფერი ეს გვაქვს და სწორი ხედვა არ აქვს და სწორი ქრისტიანული ცხოვრება გვაქვს მაგრამ სწორი ხედვა არ აქვს ამაოა იმიტომ რომ როგორც სიმონღვთისმეტყველი ამბობს როდესაც 60-ის კარებს მიადგებიო იმას კი არ კითხავენ რომ რამდენი მარხული რამდენი ილოცე რამდენად მოშორდი სოფელს არამედ შემოხედავენ რომ ანგელოზები და თუ გავხარო ქრისტეს შეგიშვებენ ქრისტეს მსგავსება შეუძლებელია რაღაც ფორმაში ქრისტეს მსგავსება არის სულში და ქრისტეს როგორ უნდა მიემსგავსო სულში სიყვარულში აზროვნებაში სწორ აზროვნებაში სწორ ხედვაში იმიტომ რომ ქრისტე ეს არის სიტყვა ღვთისა ცნობიერება ღვთისა და აი ამ ცნობიერებით უნდა უახლოვდებოდე ღმერთს და ისე უნდა აზროვნებდე როგორც ქრისტე აზროვნებდა როგორც პავლე მოციქული ამბობს რომ მე ქრისტეს გონება მაქვს ქრისტიანისთვის ამაზე მეტი საამაყო და ამაზე სანუკვარი და ამაზე საოცნებო არ უნდა იყოს რომ მას ესმოდეს ქრისტესი იმიტომ რომ მაცხოვარი ზუსტად მაგას ამბობს რომ ვისაც ჩემი ესმის არ მოკვდებიანო ანუ ვისაც ესმის ამ სმენაში არ გულისხმობს ის რომ ყურში რო შემოვიდა რაღაც სიტყვა ამ სმენაში გულისხმობს რამდენად გესმის რას ამბობს ქრისტე იმიტომ რომ ქრისტეს ფარისევლებიც ხედავდნენ მაგრამ არ ჯეროდათ მაგისი და აქედან გამომდინარე ქრისტეს დაჯერება და ქრისტეს წმენა არის გადამჩენელი ისევ სიმონღვთისმეტყველის მოვიშველიებ ამბობს რომ წმენა ორად იყოფაო არისო რწმენა ქრისტესი და არისო წმენა ქრისტე როცა გწამს და ქრისტესი როცა გწამს ქრისტე რო გწამს ეს ნიშნავს იმას რომ გწამს რომ განკაცდა ქრისტე რომ არსებობდა ეს პიროვნება ეს არის ქრისტე რო გწამს მაგრამ ქრისტესი რო გწამს ეს იმას ნიშნავს რომ რაც ქრისტემ თქვა ის არის მხოლოდ გადამჩენელი მხოლოდ ქრისტეს სიტყვაა გადამჩენელი და აქედან გამომდინარე თუ ადამიანი ეძებ იმას რომ აი რა თქვა ქრისტემ რატო თქვა ესე და რას ნიშნავს ეს? აი ეს უხსნის ადამიანს მთელ არეალს. ის მთლიანად ხედავს სამყაროს. ის ორივე სამყაროს ხედავს. მე ხშირად ვიმეორებ ერთი და იგივეს, ახლა კიდევ გავიმეორებ, როდესაც დიდი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ სოკრატე ამბობდა, რომ ვინც ამბობს, რომ სიკვდილი ბოროტებაა, ის ცრუობსო, რადგან მან არ იცის რა არის სიკვდილიო. და მე როცა მოგდები, მე რომ ნახავ. ხო, კარგით. მართალი თქვა, ხო? მაგრამ ქრისტე ესე არ ამბობს. ქრისტე რას ამბობს, რომ მე ძეკაცისას აცმევენ ჯვარს და მესამე დღეს აღსგებიო. ანუ ჯვარს მაცმევენ და მესამე დღეს აღსგებიო, იმას ნიშნავს, მან ზუსტად იცის რა ხდება. იმიტომ ის ღმერთია. და აი ეს ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს და აი ეს ცოდნა და ამ ცოდნის დაჯერება, მიღება და ერთადერთ სანთელად წარმოდგენა, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, რომ ქრისტიანობას გაუფრთხილდითო როგორც სიბნელეში ანთებულ ერთადერთ სანთელს. ახლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, რომ სრული სიბნელე იყოს და ერთი სანთელი რო ენთო სადმე, აი როგორ გაუფრთხილდებოდით, რომ ის არ ჩაქრეს. აი ესე არის გასაფრთხილებელი ქრისტეს აზროვნებისთვის, რომ აი ეს ქრისტეს აზროვნება არის ერთადერთი ანთებული სანთელი, რომელიც ამ ქვეყნად ანთია. და აი ეს სანთელი ჩვენ არ უნდა ჩაქრეს ჩვენს გულებში. ანუ სანთელი რა არის? სწორი დანახვა, სწორი ხედვა, სწორი სმენა და სწორად რო ხედავდე ქრისტეს და ქრისტეს სწავლებას. აი ეს არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არ არის რაღაც ფორმა. აი თქვათ, აი ეს ფორმა ჩაიცვი და ქრისტიანი ხარ, ან არ არის რამე საბუთი, რომ მე საბუთი აიღე და ქრისტიანი ხარ. არა. ქრისტიანობის საბუთი, ბილეთი, თუ რასაც არ უნდა დავარქვათ, არის სწორი ხედვა, სწორი აზროვნება, სწორი დამოკიდებულება საგნებისადმი, ანუ სწორში გულისხმობ ქრისტეს მიერს. ერთადერთი სწორი არის ქრისტე. რატომ? იმიტომ ის არის ღმერთკაცი. ანუ მამაო, თუ შეიძლება რომ სიტყვაზე ისეთი ადამიანი ყველა ცოდვილია, ხო, ცოდვილი არავინ არ არის, ხო და აი ესეთი ადამიანი, ვინც აი სიტყვაზე ცოდვილი არის, რაღაცა მინახია, რომ უამრავი სიკეთე გაუკეთებია, აი ჩემ თვალწინ, ხო, ქრისტეს გულისთვის. აი შეიძლება არის რაღაცა ძალიან დიდ ცოდვებშია რაღაცა, მაგრამ გაუკეთებია ბევრი სიკეთე, გაუკეთებია იმდენზე მეტი, რამდენადაც აი ვიღაცა შეიძლება დღე და ღამე რო ეკლესიაში დადის, იმას საერთოდ არ მოფიქრებია. აი ეს მამაო, რა შეიძლება მივაწერო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის მამაო ისეთი, რომელიც აი ესე სამწუხაროდ დღეს ეგრე არის საქართველოში, რომ თუ სიკეთის გაკეთება შეგიძლია რაღაცა სამწუხაროდ ჩემდა რაღაცა იმაზე იმდენად უჭირს თვითონ სახელმწიფოს რაღაც ბოროტებაზე დგები, მე ამ რაღაცა შოულობ ამ ფულს რაღაცას და მე აკეთებ სიკეთეს. იმიტომ სხვანაირად აი ფიზიკურად
არ შეიძლება ისე გააკეთოს სიკეთე, ხო? ადამიანმა ისეთ ქვეყანაში, სადაც სიტყვაზე გაჭირვება რაღაცა, ხო? ვიღაც მატერიალურად თუ ეხმარები რაღაცა, ხო? ვერ იშოვე ხა მილიონებს, ხო? ისე რომ აი უწესიერესი ხარ, ეკლესიაში ხარ. დღე და ღამე და ვერ შოულობ, ხო, ფაქტიურად, ხო? 80%-ს ისი აქვს ნაშოვნი, ხო, მაგრამ არიან იმ 80%-ში ის რომ არიგებენ და აი მართლა მაგარ სიკეთეს აკეთებენ, შეიძლება იმ ვიღაცა გაჭირვებულის ხარჯზე, მაგრამ სხვა გაჭირვებულს ეხმარებიან. აი ამ ადამიანებს მამაო, თუ შეიძლება რა დაუფასდება თუ არა ეს სიკეთე და რატომ აქვს მაინც ესეთი გული, იმიტომ რომ ვიღაცა გაამწარე, ხა იყო ადრე პრობლემა ესეთი, პენსიებს არ არიგებდნენ, ვიღაცები ჯიბეში იდებდნენ, მაგრამ ის ადამიანები მოდიოდნენ და ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებდნენ, ვითომ, ხო? სიტყვაზე ვიღაცას უკეთებდნენ, ვიღაცის ხარჯზე, ხო? ეხა მე ხო არ ვიცი ვიღაცამ სადღაც ეკლესია რო აშენა, ვის მოპარა 500.000 გუში რო გაიყვიცა, ხო? სიტყვაზე მე არ ვიცი მართლა, იმიტომ რომ მოპარა ფაქტია, იმიტომ რომ საქართველოს სხვანაირად ვერ იშოვი, ხო? სამწუხარო ჩემდა, ხო და აი როგორ შეიძლება მამო, აი ამ ადამიანებს სიტყვაზე აკეთებენ სიკეთეს ვიღაცის ხარჯზე, მაგრამ აკეთებენ რა შეიძლება მამო ამ ადამიანებს ურჩიოთ? ან როგორ შეიწირვების ეს ის არ ვიცი როგორ გახსნი. მერიდება კიდევ ბევრი კითხვა იყო თქვენს საუბარში. ვიღაცის ხარჯზე სიკეთის გაკეთებას მე რა თქმა უნდა ვერ წავაქეზებ და ვერ ვიტყვი რომ ეს კარგია, რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ თუ ადამიანს მოუწია ეს აი ვიღაცის ხარჯზე მან დააგროვა, მაგრამ გონს მოვიდა როგორც ზაქე და მერე დაიწყო სიკეთის გეთება, ეს კარგია. იმიტომ რომ როდესაც მაცხოვარი მივიდა ზაქესთან, ზაქეს გაახსენდა მთელი თავისი პრობლემები და ის რაც მას ჩაუდენია და ამბობს რომ 4 წილა დაუბრუნებო, ანუ მაშინ იყო ესეთი სასამართლო თუ გაამტყუნებდა ადამიანს და ჩათვლიდა რომ ამან წაართვა და იმას ეკუთვნოდა, ამას 4 წილად უნდა მიეცა ის რაც წაართვა და ზუსტად მაგას ამბობს რომ აი იმ კანონის მიხედვით მოვიქცევიო, რადგან სხვისი რაც მიმითვისებია 4 წილად დაუბრუნებო. ეს სწორი მოქმედებაა, მაგრამ ადამიანი თუ ფიქრობს რომ ამას წაართმევს და იმას მიცემს, ეს უკვე არასწორი მოქმედებაა და ასე ვინც იქცევა, ის არასწორად იქცევა. ესეთი რუსული პატერიკი მახსენდება ერთმა კაცმა ტულუპს რო ეძახიან რუსები იმის გულისთვის, კაცი მოკლა და ბუშლადის გულისთვის და კაცი მოკლა და მერე ჩაიცვა ესო ციოდა და წავიდა და ჯიბეში ჩაიყო ხელი და სალა აღმოაჩინა და ჭამა მოუნდა და გაახსენდა რომ 4 შაბათი იყო და არა 4 შაბათიაო და არ შეჭამა და ეგეთი სასაცილო მდგომარეობა უფრო სატირალი ალბათ როცა ადამიანი სხვისი გამწარების ხარჯზე სიკეთეს აკეთებს, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. უბრალოდ თუ ამ ადამიანს ეს ჩაუდენია და შემდეგ სიკეთე ჩაიდინე, ძალიან კარგია. ეს არის გონსმოსვლა. საერთოდ სინანული ჩვენ ბერძნული სიტყვა არის და ცოტა არასწორად გვესმის, რომ სინანული გონია რომ არის ისა რაღაც საკუთარ თავზე მხოლოდ ტირილი და ან რაღაც ვაების მდგომარეობა და სინანული ესე არ ითარგმნება. სინანული ბერძნული სიტყვაა და ბერძნულად ეს ჟღერს ესე მეტანია და ჩვენ მეტანიას ვეძახით მუხტლადრეკას და სინამდვილეში მუხტლადრეკა არ არის. მეტანია ეს სიტყვა ესე ცოტა რთული სათარგმნიც არის და ნიშნავს გონების მოbrunებას. როცა ადამიანის გონება რაღაც არასწორს ფიქრობს, არასწორისკენ მიდის და სწორს რო გაიგებს და მოbrunდება. ანუ ჩვენი ქართული ენით რო თქვა და ერთი სიტყვით რო გამოვხადოთ, ეს არის გონსმოსვლა. როცა ადამიანი გონს მოვა და გონს მოეგება და როცა ადამიანი გონს მოეგება და მიხვდება რომ არასწორს აკეთებდა და უნდა სწორის გაკეთება, ეს სწორია. მაგრამ დღესაც არასწორს გავაკეთებ და ხვალ ამას სწორად დავარიგებ, ეს არასწორია. ეხიცი და მამაო, დღეს საქართველოში თქვენ ხო იცით რომ თუ რამე ფინანსდება, რამე სიკეთე კეთდება, სულ ყოველთვის რაღაც თავრობიდან არის, წინა იქნებოდა, მაშინ იქნებოდა, თუ ეხლა იქნება, თუ როდის იქნება, ხო და ეს ადამიანები ისე იქცემენ, რომ ძალაუნებურად ქურდები ხდებიან და ბჭყალებში ვამბობ, ეხლა სულ ყოველას არ ვაყენებ, შევაწყობს, მაგრამ გიკეთებენ სხვის ხარჯზე, ხო, მაინც იქ მიხვედი რაღაც დაგიფინანსეს, იქ ვიღაც პენსიონერს რაღაცა მოაკლეს, იქ ვიღაცას პრემია მოაკლეს და მაგაზე ვამბობ, მამაო, თვითონ ადამიანიც როგორ უნდა მოიქცეს, იმიტომ რომ ადამიანი ხო მაინც ეგოისტია, შეიძლება მე მჭირდეს რაღაცა ხელზე, დაფინანსება მინდოდეს და სულ არ მაინტერესებს, ეხლა მერიაში რომ მივალ, ვის მოაკლდება ის ფული და ვის ხარჯზე არის, ხო, ვიღაცა საწოდავის ხარჯზე, მე დამიფინანსები და მე გავიკეთებ და სიტყვაზე არაფერი, ხო, იმიტომ რომ ანუ ადამიანს მამო მაინც ზრუნვა აკლია იმაზე
თვითონ იყოს კარგად და თუ საიდან მოდის, როგორ მოდის, ხო ამაზე შეუძლია თვალი დახუჭოს, ხვალაც რო გავიგო სიტყვაზე. მე თვითონ ჩემიდან გამომდინარე შემილია თქვა, რომ ვიღაცა პენსიონერს აკლდება ეს ფული, ხო? შეიძლება მე ავდგე და იმას ვქნა, მე ვკვდები, მე რა მოხდა და ისე ხო არაფერი არ ხდება და დაუშვებ იმას, რომ აუ ღმერთისგან არის და ისე არაფერი არ ხდება და ოდნავ იმასაც არ დაუშვებ, მე რა ხან ჭირდება. სხვა რომ გააკეთო შეიძლება დაუწყო აი მოპარული ფულებით რაღაცა და თვითონ ქრისტიანიც მამაო როგორ უნდა მოიქცეს ხოლმე ამ შემთხვევაში. საერთოდ ერის ადამიანის ღვაწლიც ზუსტად ეს არის, რომ აი როგორცაც იოანე ნათლიმცემელთან მიდიან, ეუბნებიან რომ ჩვენ რა ვქნათო, როგორ ცხონდეთო ჯარისკაცებს ეუბნება რომ არ გააკეთოთ იმაზე მეტი რაც გევალებათ, ხო? არ აიღოთ ქრთამი, არ აიღოთ ხელფასზე მეტი და ასე შემდეგ. ესეთი ცხოვრება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ქრისტიანობაც მაგას ნიშნავს, რომ შენ ქრისტიანი რო ხარ, პენსიონერის ხარჯზე არ უნდა გააკეთო არაფერი და ეს არის შენი მოღვაწეობა. ერის ადამიანის მოღვაწეობა ზუსტად ის არის, რომ ის როცა ერის ცხოვრება მას თავაზობს რაღაც თაღლითობებს, ეს არ გააკეთოს. და ამით ის არის მოწმე, რომ ის არის ქრისტიანი და ის სხვის ხარჯზე არ იცხოვრებს. და მონაზვნები კიდე ზუსტად ესეთი რამე რო არ გააკეთონ, იმიტომ გაურბიან სოფელს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ტოლსტოი ამბობდა, რომ ერის ცხოვრება ისე გაფუჭდაო, რომ ქრისტიანი კაციო სამსახურში ვერ იმუშავებსო ნორმალურად, იმიტომ რომ აუცილებლად ისეთი რაღაცა უნდა გააკეთოს, რაც არა ქრისტიანულია და აქედან გამომდინარე ეს ოდითგანვე ამბობდნენ ამას, რომ რაღაც ისე ეწყობა ცხოვრება, რომ ადამიანს უწევს რაღაცების გაკეთება, მაგრამ ზუსტად ქრისტიანობა ის არის, რომ ეს არ გააკეთოს. ეხ ძალიან დიდი მადლობა მამაო, მაგრამ სამწუხაროდ აი ერში სულ ყველა მე ხა ძალიან იშვიათად მომეპოვება ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ აი ხა მე რო სახში სიტყვაზე ეს პურიმი მაქვს, ჩემი რომ შივრები არიან, ეს ნეტა საიდან მოდის, ან ვინმე სხვა არ მოაკლდა, ან ვინმე რაღაც ძალიან იშვიათად ხდება, სამწუხაროდ და ჩვენი დიდი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ესეთ რაღაცას ამბობს, რომ როდესაც მაცხოვარმა პავლე მოციქული ამბობს მაცხოვარზე სისხლით ხართ ნაყიდნი ნუ იქნებით ადამიანთა მონები. სისხლით ხართ ნაყიდნი ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარმა სისხლი დათხრია იმისთვის, რომ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ხედვა შეეცვალა და ადამიანური ხედვის მონები რო არ ყოფილიყავით და ეს ფილოსოფოსი მე ესე განაგზობს, რომ როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ იმას ყავს 5 შვილი და შიაშვილებს არ ახნას, აი ამიტომ მოიპარაო, აი მაშინ ვართო ჩვენ ადამიანური აზროვნების მონები. დამტრები იმ ადამიანის. ხო და როცა ჩვენ ქრისტიანულად ვიაზროვნებთ და იმ აზროვნებას შევითვისებთ, რომელიც არის სისხლით გამოსყიდული, აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ქრისტიანები. ამიტომ ადამიანური აზროვნების მონები არ უნდა ვიყოთ. რახან ესე ხდება, არ ნიშნავს რომ ეს სწორია. ჩვენ ესე არ უნდა ვაკეთებდეთ და არ უნდა უშვებდეთ და თუ ესე აკეთებს, უნდა ნანობდეს. დიახ, იცით მამო, აი თუ შეიძლება აი ამათთან მინდა ურთიერთობაში, იმიტომ რომ დღეს ხო სამწუხაროდ ეგეთ ადამიანებს სიტყვაზე ვიღაცას რაღაცა მოუპარა, ვიღაცას კაზინო აქვს, ვიღაცას ბანკი აქვს, ვიღაცა მევახშეობს, რაღაცა საზიზღვრებებს აკეთებს, ადამიანები იღებენ და მიღებულია და აი თვითონ აი ქრისტიანის როგორ უნდა მოიქცეს მამაო? ეხლა რო ამხილო, ეხლა დადგე და იმას ქნა, თუ რა უნდა ქნა მამაო? შეიძლება მართლა გითხრან, რომ შეიძლება გიჟიაო ან რაღაცა თქვა. იმიტომ რომ აი ძალიან გულით მინდა ხოლმე, რომ მე არ ვიცი ხა, როგორ დადიან ხოლმე საერთოდ ტაძარში ისეთი ადამიანები, რომლებმაც გუშინ წინ ეხა აგერე ცნობილი ბანკირი 200 კაცი ესალმებოდა. ეგეთ ადამიანს ხეს 100 წელი არ ჩამოვარდნ, ხა არ მინდა სახელი და გვარი თქვა, იყო იქ სამების ტაძარში მოსული და ხალხი რო შემოვიდა, არ უნდა აი მე რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ესეთი ადამიანები ეკლესიაში უნდა დახვდე და უნდა უთხრა, რომ შენ სხვის ხარჯზე, აი ის გაამწარე, იმის ხარჯზე ცხოვრობ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მამაო, როცა შესასვლელში ადამიანი მათხოვრობს ეკლესიაში და ვიღაცას გამოდის და იმ ბანკის კარგად ხვდები, ვინც ის გაამათხოვრა და ბინა წაართვა და უსახკარო დატოვა, ხო? და არაფერი ადამიანური არ გაჩი. ეს ჩემი პირადი ის არის. თქვენ შეგიძლიათ მამაო კითხვაზე ვიცი რომ არ გასცემთ პასუხს, ავი თქვენ. არა, რატომ არ გავცემ? თქვენ როგორ სიტყვით, ძალიან ცხოვრება იცვლება, რაღაცები სხვანაირად ხდება და აქედან გამომდინარე ვერ იტყვი რომ ეს მაინც დამნაშავეა, იმიტომ რომ ამ სისტემის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია და კრედიტებს არათუ ვიღაცა ადამიანი
ადამიანი სახელმწიფოები ღებულობენ და ის კრედიტი რო არ იყოს, ბევრი სახელმწიფო ჩაიძირებოდა და ამიტომ კრედიტის აღებაში ვერ იტყვი რომ ბოროტებაა და ვინც კრედიტს იძლევა, მაინც-ამაინც სხვის ხარჯზე ცხოვრება შეიძლება ის ეხმარება კიდე რაღაცებში ადამიანს. ეს არ არის პირდაპირ მევახშეობა, ცოტა სხვა ის არის არა, ადამიანი ესეა მთელი ცხოვრება აწყობილი რომ ძალიან ბევრი სხვისი ფულით აკეთებს რაღაც მთელ ბიზნესს და პირიქით ის რო არ იყოს ეს ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებდა და მარტო ბოროტება აქ არ არის სიკეთე თავისი აქვს მაგას გააჩნია თავისი სიკეთე და სხვა დანარჩენი ხო ჩვენ გვევალება თვითონ იაკობ მოციქული რომელიც იყო პირველი პატრიარქი იერუსალიმის მაგას გვასწავლის რომ ადამიანი არ გავარჩიოთ შესამოსლის მიხედვით და ვის კარგი აცვია და ვის ცუდი ანუ მაშინ შესამოსლის მიხედვით არჩევდნენ ეთყობა დიდრები სხვანაირად დადიოდნენ ღარიბები სხვანაირად ეხლაც ალბათ მაგრამ ეხლა უფრო ნაკლებად არის ეს გასარჩევი და იმიტომ რომ ყველა დახეული ჯინსი დადიძა ვერ გაიგებინ არის მდიდარი და ღარიბი ხო და რა თქმა უნდა ადამიანი მე ძალიან სამწუხაროა თუ ეს ეკლესიაში ხდება და ალბათ ხდება რომ როცა თუ ადამიანი მდიდარია გარეგნულად მას ისეღებულობენ თითქოს სულიერად მდიდარი იყოს და სულიერად მდიდარ ადამიანს რომელიც გარეგნულად ღარიბია შეიძლება ისეღებულობენ როგორც ვიღაცა იმას და მე ვფიქრობ რომ ეკლესია სიღარიბეს და სიმდიდრეს ეკლესია კი არა ეკლესიური ადამიანი მღვდელი იქნება ეს თუ მღვდელმთავარი თუ ვინც არ უნდა იყოს უყურებდეს უნდა ადამიანის სულიერ სიმდიდრეს და არა გარეგნულ სასულიერო პირებზე არ მქონდა ვინც არ უნდა იყოს ადამიანებში მე რა ვიცი მე ესეთი ის მაქვს რომ მე მაგალითად აი შეიძლება რაღაცა პლუსებზე თქვენ თქვით მაგრამ მე მაგალითად ეგეთ ადამიანს აი ხელს ვერ ჩამოვართ მე ხა ვიღაცის გაჭირვებაზე რო ცხოვრობს ვიღაცის სისხლზე და ვიღაცის იმაზე ხო ვიღაცის შვილის რო პური არ აქვს იმის გამო რომ იმა რაღაცა ბინიდან გამოაგდო რაღაცა კრედიტი 10%-ის მაგალითად 1000 აი რავი ჩემთვის მიუღებელია მაგ ბოდიში ვიხდე ეს პოლიტიკაში არ გადადეს არ შემოუშვებ მაშინ რა თქმა უნდა ჩემთვისაც მიუღებელია როცა ადამიანი პრობლემებში ვარდება მაგრამ უნდა მაგის რაღაც ისიც არსებობდეს უნდა ქვეყანაში რომ ეს ადამიანების გამოიყვანონ იმ მდგომარეობიდან დიახ უღრმესი მადლობა მამო აი ესეთი ლამაზი პასუხისათვის ზარი არის და დიდხანს ვალოდნენთ ბოდიში გისმენთ ისმეთ სამწუხაროდ გაითიშა და მამო აი ამ აზროვნებასთან დაკავშირებით მირე ხსამება ისე ვახსენე უბრალოდ ადამიანები ვახსენე ბევრი ადამიანი იყო თორე იქ რაღაც სასულიერო პირებზე და იმაზე არ მქონია თემა საერთოდ უბრალოდ ადამიანებში ისე ჩვეულებრივად დადიოდა თითქოს რაღაცა აი ძალიან ისეთი წმინდა და სუფთა ადამიანი იყო და აუცილებელი არ არის რომ ვიღაცას რაღაცა რო აჯიპი ყავდეს ვიღაცის ხარჯზე და რაღაცა 10,000-იანი ტელეფონები ეჭიროს და მაგის გულს ადამიანი მიესალმა. აი თვითონ ადამიანებთან მინდა რომ აი ურთიერთობის ამბავში აი როგორ უნდა მივიდეს უნდა უთხრას ქრისტიანი აი ვალდებულია თუ როგორ აი მე თვითონაც მაინტერესებს ბანკებზე შეგახსენებთ რომ ილია მართალის მთელი შრომა იყო რომ საქართველოში ბანკი გახსნილიყო და გაეცა კრედიტები ქართველ მემამულე ანუ ვისაც მამულები ქონდა და სხვა ეროვნებებზე ყიდნენ და ამით საქართველოს გაიყიდა და კრედიტები რო აეღოთ და რომ თვითონ ბანკში ესყიდა ეს მამულები ამაზე შრომობდა და ნუ არის რაღაცა მოაქვს ცივილიზაციას რაღაცები რომელიც დიახ ეს მამა უბრალოდ ალბათ ადამიანების სასიკეთოდ იმას აქნა თუ ის მოწამეობრიობა მაცხონა და არა ბანკის გახსნა რომ უნდა და ხო იმან მაინც ეხა ის სხვა თემაა კი მაგრამ მოწამეობრიობა არა მარტო მოწამეობრიობით არ არის ის დიდი ადამიანი იყო რა თქმა უნდა ეგ რა თქმა უნდა უბრალოდ იმას უნდა და რომ აიღორძინებინა სოფლის მეურნეობა და მაგითო და არა იმიტომ რომ ეხა დღეს აჩნია მიზანი რა აქ ადამიანს დიახ ძალიან დიდი მადლობა ბოდიშთ მამო ესე თემა რო შევჭერი ზარი არის და მივიღოთ გისმენთ შეიძლება? დიახ. მაბატეს რაღაცას მაგრამ აი ახალ დაწერილ ხატებს მე ცანო ხატებზე არის ყოველთვის ხედრული დაწერები. არა ასომი ისინი არა ხუცო ან ხედრული და ხედრული დაწერები ნუ პერიოდებში მიხედვით იცვლებოდა და ყველა ახალ დაწერილი ხატს აქვს შუა საუკუნეების ხედრული დაწერები. რატო შეიძლება ხედრული დაწერა ხო შეიცვალა დამწერლობას ხო არა ხუცური. რატო შეიძლება დააწერონ ახალი ქართული ხედრულით დღევანდელი დამწერლობა რაც აქვს ადამიანი შეიძლება საკითხო მისი ხატი ძირითადად ყველა ხატს ცნობთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ შეიძლებაოდეს. კარგი მადლობა
ну მხედრული ნუსხურხუცურით იწერება, მხედრული დღევანდელს ქვია, რასაც დღეს წერთ ეს მწერლობა არის მხედრული. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს არ არის აკრძალული და არის სამებაშიც ესეთი ხატები, სადაც დღევანდელი ასოებით არის წარწერა, უბრალოდ საერთოდ ეკლესია სიახლეებს ცოტა ძნელად ღებულობს ხოლმე და აქედან გამომდინარე ტრადიცია არის და ასე შემდეგ და ამავდროულად ინარჩუნებს იმ დამწერლობას, რომელიც დამწერლობაც ესე სამოყვარია ჩვენთვის, იმიტომ რომ ისეთი ერი ვართ, რომელსაც რამოდენიმე დამწერლობა გვაქვს და იმდენი 100-ს მოხაზულობა გვაქვს, რომ ეს ბედნიერებაა და სიმდიდრეა ჩვენი და ისიც არ უნდა დაიკარგოს, რა თქმა უნდა. ამიტომ ყველა ხატს ქვემოთ აწერია დღევანდელი ასოებით, ანუ ყველასთვის წასაკითხი რო იყოს ვისი ხატია, მაგრამ შეიძლება წარწერა იყოს იმ ძველი ქართულით, იმისთვის რომ ის ენაც შენარჩუნდეს და ის დამწერლობაც იყოს. მე მახსენდება სტუდენტებმა კითხეს თურმე მოსალოცად უпроსორედ ექსკურსიაზე ყოფილა ნაკაკიშანიძესთან ერთად და კითხეს წარწერა ნახეს ტაძრის კედელზე და ბატონო აკაკიო ხო არ გვეთქვიო აქ რა აწერიაო და აქ აწერიაო ვაი იმას ვინც მე ვერ წამიკითხავსო და აქედან გამომდინარე ის არის ჩვენი ისტორია, ჩვენი მთელი რა ვიცი საფუძველია ჩვენი არსებობის, ჩვენი ენა და აქედან გამომდინარე ისიც არ უნდა დაიკარგოს. მე მესმის თქვენი ექსურვილი, მაგრამ ეკლესია რო იმასაც არ კარგავს, ესეც უნდა დავაფასოთ. დიახ, აუცილებლად თუ ეკლესია გაინტერესებს, მაგრამ ესეთი ტრადიცია გინდა თუ არა რომ არაფრით არ შეიძლება თანამედროვე ენაზე დაიწეროს, ესეც არ არის. არის ხატები, არსებობს, რომელსაც თანამედროვე ენაზე აწერია და არც ეს არის ტრაგედია. დიახ, წმინდა გიორგის ხატი არის მეც ესეთი ქართულად. დიახ, მამო, 3 წუთი დარჩა, თუ რამეს დაამატებდით, რა ვიცი, ცოტა ისეთი თემა იყო, ბოლოს დავამძივე ბოდიშ გიხდით, მაგრამ დამატებით მას ვიტყოდი რომ მადლობა მოწვევისთვის, მადლობა იმისთვის რომ მომეცა უფლება რამოდენიმე სიტყვა რაც მე სწორი მიმაჩნია მეთქვა საზოგადოებისთვის, მადლობა საზოგადოებას რომელიც ჩვენ გვისმენს და თუ ჩვენმა ამ გადაცემებმა, ჩვენმა ურთიერთობამ თუ შედეგი გამოიღო, თუ ეს ვინმეს რამეში წარადგა, მადლობელი ვიქნები თქვენი და ღვთისა, იმიტომ რომ ჩვენი მოვალეობაა ზუსტად ადამიანებს გავაგებინოთ ის დიდებული სწავლება, რომელიც არის ქრისტიანობა, რადგან ქრისტიანობა ეს არის ერთადერთი სანთელი, ერთადერთი ანთებული სანთელი ამ ქვეყანაზე, რომლის ჩაქრობა, რომლის არ დანახვა ადამიანისთვის დიდი უბედურებაა და მადლობა თქვენ და მადლობა ღმერთს. მადლობა მამო თქვენ მოგზანებისათვის. რა ვიცი, ცოტა ის ბოლოს ისეთი ეთერი გამოვიდა რაღაცა ცხელი, მაგრამ მინდოდა რომ მამო თქვენ რომ მობზანდებით ხოლმე, აუცილებლად ყოველთვის არის ხოლმე ეს გადაცემა, ყოველთვის სანახაობრივი არის და ბევრი ადამიანი მწერს ხოლმე ინტერნეტში დიდ მადლობებს მიხდიან ხოლმე და მიხარია ხოლმე და მამო აუცილებლად გავაგზავნებთ ხოლმე ამ ურთიერთობას და შევეცდები რომ მამო უფრო რაღაცა ისე იმას ხნა რაღაც პოლიტიკურ რაღაც ისეთი საკითხები წამოჭერი რომ რაღაცა მე თვითონაც მომერიდა ბოლოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემი ტკივილი არის, იმიტომ რომ რაღაცა თვითონ ადამიანებიც რაღაცნაირად აი ღვთის წინაშე ხომ უნდა იყო მართალი რომ ახედა, ხო? იმიტომ მე ესე დავასრულებდი რომ მინახია ბევრი ადამიანი სიმდიდრით გაფუჭებული და მინახია ბევრი ადამიანი სიღარიბით გაფუჭებული. ამიტომ ყველა მდიდარი ცუდი არ არის და ყველა ღარიბი კარგი არ არის. აქედან გამომდინარე ჩვენ არ უნდა ესე არ უნდა დაუპირისპირდეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც ილია მართალს აქვს რომ იყო დრო როცა თოხითო უბრალოდ ხმლითო მობდნენო და ეხლა თოხით არისო ომი საჭირო, ანუ ეკონომიკითო და ის ადამიანები რომლებიც ქართულ ეკონომიკაზე ზრუნავენ სრულებითაც არ არიან დამნაშავე პირიქით, ისინი ერთს ეხმარებიან და რაც უფრო ეკონომიურად ძლიერი და კეთილშობილი ადამიანი გვეყოლება, მით უფრო კარგად იქნება ჩვენი ერის საქმე და
ღმერთმა გააძლიერო და ოღონდ უნდა იცოდნენ რომ რასაც მათ ღმერთი აძლევს არ აძლევს იმისთვის რომ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი სიამოვნებისთვის მოიხმარონ, არამედ საზოგადოებას უნდა დაეხმარონ და საზოგადოებისთვის უნდა გააკეთონ ის, რაც საზოგადოება წარადგება და ეს იქნება მათთვისაც საცხონებელი. აი ეს უნდა იცოდნენ რომ ისინი არიან ღმერთსა და ხალხს შორის შუამავალი აი ამ დარგში, ამ თუნდაც სიმდიდრეში. ეხლა და ამიტომ არის კაი და სწორი აზროვნება საჭირო და მამაო ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისათვის. სამშაბათამდე დაგემშვიდობით საღამოს 9:00-ზე მამა გიორგი გვეყოლება თეოდორაშვილი და ძალიან ბევრი გვექნება სასაუბრო ზუსტად ვიცი და დაგველოდეთ აუცილებლად საღამოს 9:00-ზე სამშაბათს დაგიბრუნდებით. კარგად ზანდებოდეთ დროებით.